შინაგანსკმა სამინისტრო მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე მეგი დიასამიძე დააკავა. უწყების მიერ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. საუბარია კახაკალაძის ბანერზე დატანილ ამ წარწერაზე. ეს წარწერა მალევე წაიშალა, თუმცა უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით აღძრა. მეგი დიასამიძეს გამოძიება ედავება ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. სამოქალაქო აქტივისტის დაკავების შესახებ ყვება მისი ადვოკატი. შოთა თუთფერიძემ ისაუბრა მეგი დიასამიძის უფლებრივ მდგომარეობაზე. მეგი მიდიოდა საკუთარ სახლში, იგი გახავთ რეგიონიდან და მიდიოდა აჭარაში საკუთარ მშობლებთან. სოფელში მიკროავტობუსი თითქოს გაფუჭდა გზაზე, სადღაც შუაში. ამის შემდეგ უკვე სავარაუდოდ გურიის ტერიტორიაზე, ერთგვარ ტყის მასივში, სადაც დასახლებას ვერ ხედავდა იგი. ფეხბურთელების დიდხანს ტარდება უდრის ადამიანის არაადამიერ მოპყრობას და ზოგ შემთხვევაში წამებასაც ყიდა მეგის 63 წლის გოგოს, რომელიც სამსახურში მუშაობს, რომ ოჯახს ეხმაროს აქ ხელებზე აი ამ არამზადების მიერ დატოვებული ხელბურგელების კვალი. და როცა უთხრა მეგიმ რომ მომისვით ცოტაო, თან შეგახსენებთ რომ ზურგს უკუნა აქვს ხელები შეკრული, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი პერიოდის განმავლობაში იგი ვერ ეყრდნობა საზურგეთ, იმიტომ რომ როგორც კი მიეყრდნობა ბორკილები იმ წუთში უფრო მაგრად უჭერს ხელზე. უთხრეს ძალიან ცინიკურად რომ აღარ იმოძრაო და აღარ გეტკინებაო 9 საათის მერეც ჩვენ მეგის შემთხვევით ვიპოვეთ, იმიტომ რომ მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები საჰესის იზოლატორთან, აი ეს ალალბეძე და უცებ აღმოჩნდა რომ 9 საათის მერე დაკავებიდან უბრალოდ იქ შემოიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახაკალაძე. მისი თქმით, მეგი დიასამიძემ სასჯელისთვის თავი თვითონ გაიმეტა. მედიასთან კახაკალაძემ კვლავ ისაუბრა ეგრეთ წოდებული არეულობის სცენარზეც. არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება ზოგადად. რაც შეეხება პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება, ამას არც თქვენ წყვეტს, არც მე ვწყვეტ, ამას წყვეტს მოსამართლე. და კეთილი იქნებათ გაელოდეთ სასამართლოს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ ზოგადად ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია. მიზანი აქვს, რომ რაღაცა მცირე არეულობის შემოტანა შეეცადონ, ხელი შეგვიშალონ საარჩევნო პროცესში. კომფორტს უქმნიან მოსახლეობას შეუძლებელი აქციის მონაწილეებენ, აგინებენ. ჩვენ ვესაუბრებით ამ ურჩევას ვისმენთ მათ. 10 სექტემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის საქმესა და ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან მოძრაობიდან სოციალური დემოკრატიისთვის. მისი წევრები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე. ამბობენ, რომ ელიან სამართალწარმოების დაწყებას მოძრაობის სხვა აქტიური წევრების მიმართაც. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ბანერის დაზიანებას არეგულირებს არა სისხლის სამართლის, არამედ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური გამოვლინება, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს, ხო? ჩვენ ვნახეთ 60-ზე მეტი დაკავებული პოლიტპატიმარი და ვერ ვნახეთ ვერსეთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული პირიქით. ჩვენ ვნახეთ მათი დაჯილდოება ღირსების ორდენებით. ზოგადად ქართული ოცნების მხრიდან ხდება სისხლის სამართლის გამოყენება როგორც სურთ და ფაქტობრივად ძალიან უხეშედაება ვთქვათ ქართული გარმონივით წელავენ სისხლის სამართლის კოდექსს, რაც აბსურდულია და შეუძლებელია ესე მუშაობდეს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად ამ შემთხვევაში თუ არის საუბარი, მაქსიმუმ შეიძლება დაეწყოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში, ისიც დიდი ალბათობით სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა ასე და ასევე არსებობდა მექანიზმი, რომელიც საარჩევნო კოდექსის საარჩევნო სუბიექტის რაღაცა პლაკატის დაზიანება, რომელიც არ გათვალისწინებული ასევე საარჩევნო კოდექსში, ხო? სხვანაირად შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სული აბსურდი, რა მოხდა ჩვენ უყურე და ნორმალურ სასამართლოს პირობებში ეს საქმე არსებითად განსახილველად არ უნდა იყოს გადაცემული. საზოგადოებრივი მარშის ნაწილი გახდნენ სამიზნეები ქართული ოცნების ჯერ მოძალადე ჯგუფების და მომხრეების მხრიდან 8 სექტემბერს, ხოლო 9 სექტემბერს ჩვენ ვნახეთ მათ მიმართ ღია მუქარები პერსონალების გამოქვეყნება, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ემსახურება ერთად მიზანს, რომ მაქსიმალურად აწიოს ქართულმა ოცნებამ ტემპერატურა, მაქსიმალურად მოახდინოს პოლარიზაცია ხალხში, ყველა ადამიანი, ყველა ჯგუფი, რომელიც მათ არ ეთანხმება და ყველა კრიტიკული ხმა ჩაახშოს, მონათლოს როგორც რადიკალური დაჯგუფება. მელიქიშვილის გამზირი პროტესტის ახალ კერად 3 სექტემბრიდან იქცა. ამ დღეს გაიხსნა კახაკალაძის საარჩევნო შტაბი. შინაგანსკმა სამინისტროს თანახმად 8 სექტემბერს განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურად შეტანილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.